მოგესალმებით, მე ნატა ვარ, ეს ჩემი ავტოარხი ავტოპარკია, ეს კი ჩემი დღევანდელი სტუმარი 2017 წლიანი GLS 450-ია. პირველ რიგში მადლობა მინდა მოგიხადოთ, რომ გვიყურებთ, იწერთ ჩვენს არხს, გვიწერთ კომენტარებს, აქტიურობთ და გვაძლევთ იმის სტიმულს, რომ შემოგთავაზოთ უფრო მეტი ვიდეო და შემოგთავაზოთ ახალი მანქანები. ავტომობილი არის GLS-ი, რაც გულისხმობს იმას, რომ არის ბიზნეს კლასის ავტომობილი, როგორც ცალკე მდგომი S-ის მოდელები. ეს ავტომობილი გამოდის რამდენიმე კომპლექტაციით, სხვადასხვა ძრავის სიმძლავრით და ასე შემდეგ. GLS-ების ახალ მოდელებში გვხვდება ასევე მაიბახები, რომლებიც ცოტა უფრო ძალიან მაღალი მდგომი ბიზნესმენებისთვის შეიქმნა რა, ძალიან ბევრი ფული რომ აქვს და თან მაღალი გამავლობის ჯიპი რომ უნდათ მათთვის. ეს ცოტა საშუალო ფენის ბიზნესმენებისთვის არის რა, მალე მეც საშუალო დონის ბიზნესმენი გავხდები და ვიყიდი ამ ავტომობილს აუცილებლად რომ სადმე თუ წავალ მაღალი გამავლობის ჯიპი მყავდეს. ავტომობილი აღჭურვილია 3.0 ბიტურბო ძრავით, გამოიმუშავებს 367 ცხენის ძალას და აქვს 9 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი. ვიზუალს თუ შევხედავთ, AMG-ის ვიზუალზეა ავტომობილი აწყობილი, ეს ყველაფერი aftermarket-ია და რა თქმა უნდა, მისი ვიზუალური მხარე სინამდვილეში არ არის და რა გვხდება ახლა აქ. პირველ რიგში, ეს დამატება წინა მხარეს, რომელიც უფრო აგრესიულს აჩენს თვითონ ამ ავტომობილს და უფრო დიდია ზომებშიც. რაც შეეხება ცხაურას, არის GT სტაილი და ესეც გემოვნებით გააკეთა ასე მეპატრონემ და სხვათა შორის. ეს Mercedes-ის მარკა ანათებს, ღამე აქვს ულამაზესი ეფექტი. ფარებზე თუ გადავალთ, ძალიან ლამაზი ფარები ხდება ამ ავტომობილზე, გვაქვს ორი ლინზა და წარბი, როგორც სხვა Mercedes-ის მოდელებში ხდება და გაგვახსენებს 205-საც. აქ ჩალაგებულია ძალიან ლამაზი დიოდები, რომელიც უფრო ელეგანტურს ხდის ამ ყველაფერს. კარგი ის არის, რომ ჩვეულებრივი ერთფეროვანი ძრავის ხופი არ გვხვდება, გვაქვს რაღაც სპეციალურად ამოწეული ძრავის ხופი და ესეც ძალიან ლამაზია. აქ ეს დამატებები გვაქვს და ესეც ძალიან კარგია. ავტომობილზე აყენია 21-იანი ორიგინალი დისკები, მაგრამ ფერი აქვს ცოტა შეცვლილი და ესეც ძალიან ლამაზია, დამერწმუნეთ. გვაქვს ჩვეულებრივად ფეხის ეს დასადგმელი, რომელიც მოგეხსენებათ, ბევრ ავტომობილს არ მოყვება და ჩემთვის მინუსად ითვლება, ამ შემთხვევაში ვიტყვი რომ პლუსია. სარკეები სხვათა შორის კარგი ზომის არის, მაგრამ ავტომობილი იმხელაა ზომაში, რომ რამხელა სარკე უნდა დააყენო, რომ მთლიანად ჩანდეს. არ ვიცი. ავტომობილი ზომით არის მართლა ძალიან დიდი, ვეტყობა კიდეც. ძალიან ელეგანტური და დახვეწილი უკანა მხარე გვაქვს. განსაკუთრებით მომწონს ის, რომ უკანა მაშუქები არის საკმაოდ დიდი ზომის. ახალ GLS-ებს თუ შევხედავთ, იქ ძალიან დააწვრილი ეს უკანა მაშუქები და რაღაცნაირად თითქოს ამოვარდნილია, მაგრამ ამ შემთხვევაში გვაქვს საკმაოდ მოზრდილი ფორმის მაშუქები, რაც მთლიანობაში ბევრად უფრო ლამაზია და მთლიანობაში უფრო ლამაზ ეფექტს იძლევა. ყველაზე მეტად კიდევ რაც მომწონს და მახარებს არის ის, რომ ესენი არ გვხვდება უბრალოდ სილამაზისთვის და ნამდვილად მაყუჩებისთვის არის. მოგეხსენებათ ისიც, რომ ახალ მოდელებში მაყუჩი აქ სამწუხაროდ აღარ არის და მხოლოდ ვიზუალური ეფექტისთვის გააკეთეს მსგავსი ტიპის ჭრილები. აქ ესეც თავის ადგილზეა. ავტომობილი ხომ ამხელა არის. იცით რამხელა ავტომობილია? ძალიან ბევრი რომ ხარ ოჯახში და ავტობუსი რომ გჭირდება, ხო? ზუსტად GLS-ი უნდა იყიდო და დააყენო ეზოში. დაახლოებით 25 ბავშვი ჩაეტევა და კიდევ მთელი ოჯახობა რა, ხელა არის. უბრალოდ მაინტერესებს თვითონ საბარგულის ზომა. ავტომატურია, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ეს ლაქშერულად არ იღება სამწუხაროდ და ვაიმე რამხელა საბარგულია. ჩვეულებრივი ერთი მანქანის ხელა საბარგული გვხვდება ამ ავტომობილში. ასევე გვაქვს მესამე სექცია დამატება სავარძლები, რაც კიდევ უფრო დიდი კომფორტია, როცა შორს გზაზე გიწევს მგზავრობა და ძალიან ბევრი მიდიხართ, სამეგობრო წრი, ოჯახობა, ასე შემდეგ. ახლა უნდა გაჩვენოთ მესამე სექცია სავარძლების და ღილაკებით შეგვიძლია გავშალოთ ეს სავარძლები.
როცა სავარძლებს ამოვწევთ, მე უკვე ძალიან გვიპატარავდება საბარგული და რთულია აქ რამის ჩატევა. რავი, აღარ გვაქვს იმხელა საბარგული. რაც მომწონს კიდევ არის ის, რომ ძალიან რბილად იხსნება ეს ჩვენი სავარძლები და ძალიან რბილად იკეცება, ანუ რაღაცა დაჯახების მომენტი არ გვაქვს. ეს ძალიან მომწონს, ასევე კარგი ის არის, რომ გვაქვს სათავსოები უკანა მხარესაც და უკან ჯდომი მგზავრისთვის მარტივია და კომფორტულია უკან ჯდომა. ახლა მინდა დავტესტო ამ ავტომობილზეც ეს ფუნქცია რამდენად მუშაობს. კარგია, მუშაობს და ჩერდება იმ პოზიციაში, სადაც აღიქვამს წინაღობას და კეტვის დროს ნახოთ წინაღობის აღქმის რეაქცია. ვები კიდე მომიყოლა. ზოგჯერ უჭირს რა. და დაკეტვის დროსაც ნახოთ რეაქცია წინაღობაზე. კარგია, მომწონს. მშვენიერი ფუნქცია. გეტყვით იმას, რომ 4 და 7-თან შედარებით 3 და 0 ბევრად კარგი და მუშა ძრავებია და ბევრად კარგია მოხმარებაშიც. და რა არის სხვაობა ახლა ამ ძრავ შორის? პირველ რიგში ის, რომ 4 და 7 და 3 და 0, რა თქმა უნდა, ცილინდრებით განსხვავდება, ვინაიდან 4 და 7-ს აქვს 8 ცილინდრი, ხოლო 3 და 0-ში გვხვდება 6 ცილინდრი. უბრალოდ რა ხდება? ხდება ის, რომ მთელი 8 ცილინდრი გვაქვს ალუმინის იქ, რაც ძალიან მარტივად ფუჭდება და 3 და 0 ძრავი ამ შემთხვევაში ბევრად სჯობია 4 და 7 ძრავებს ამ კონკრეტულ მოდელებში. რაც შეეხება 3 და 0-ს, რა თქმა უნდა, მინუსის გარეშე ეს ძრავიც არ გვხვდება. ერთადერთი მინუსი რაც არის ის, რომ ტურბინის გამშვები უფუჭდება, რომლებიც შეკეთებასაც ექვემდებარებიან, ასევე შოვნადიც არის, ანუ არ გაგიჭირდებათ, რომ უბრალოდ ჩაანაცვლოთ და ახალი ტურბინის გამშვები გეყენოთ. რა თქმა უნდა, ვიდეო ისი არ ჩაივლის, რომ სალონიც არ გაჩვენოთ და ახლა უცელებლად უნდა შეგახსენოთ აქაც. სალონი გვაქვს ძალიან უცხო ფერის, აი ძალიან ლამაზია რა გავაკეთო. მსგავსი ფერის სალონი სიმართლე გითხრათ არც შემხედრია სხვა ავტომობილებზე. რაღაცნაირი მოყავისფრო ფერის სალონი აქვს და იმდენად ლამაზი ფერია, რომ აი ეს საშინელი უბედური რაღაცა პრიალა ხის ფერი რაღაც საშინელება, ესეც კი ლამაზად გამოაჩინა გჯერათ. ძალიან ლამაზია. ნახეთ, უხდება კიდეც. როერას როს ვიფიქრებდი თუ ვიტყოდი აი ამ უბედურებაზე, რომ ავტომობილს უხდება. კარი სტანდარტული, ღილაკებით აღჭურვილი, როგორც სხვა ავტომობილებშია. კარგი ის არის, რომ სავარძლების რეგულირება გვაქვს კარზე და აი ამ ზონაზე არ გვიწევს რაღაცეების ჩალიჩი. ასევე ვაღებთ საბარგულს ამ ღილაკით და როგორც გითხარით, ავტომობილს აქვს სავარძლების მესამე სექცია. იქ არ გვხვდება ფანჯრების ჩამწევ-ამწევები, ამიტომ აი ამ ღილაკით უბრალოდ შევაღებთ და ჰაერი მოძრაობს იმ ზონაშიც. აი, როგორ გამომადგა ეს ფეხის დასადგმელიც. კარგი ის არის, რომ ლურჯ ფერთან ძალიან ლამაზ კომბინაციას ქმნის ეს ფერი, ორივე რაღაც განსხვავებულს გვაძლევს და იდეალური შერწყმა პირადად ჩემთვის, კარგი გადაწყვეტილება იყო. სიმართლე გითხრათ, ძალიან აი პატარა საჭეა. თითქოს ალფა რომეოში ვზიო, აი ალფა რომეოებს ახასიათებს, დგას რაღაცა მოცისხმული საჭეები, არ ვიცი რატომ, ძალიან უხდება ამ ყველაფერს. ეს სიჩქარეების მაჩვენებელი პანელი სხვათა შორის დიდად გადაწელილი არ არის. ესე ძალიან პატარა რაღაცნაირი, აი თლიანად თვალთახედვის არეალს არის მორგებული. ნუ აქ შუქების რეგულირება გვხდება, აქ საჰაეროგრილი გვაქვს და ასე შემდეგ. კიდევ ერთი ძალიან კარგი ცვლილება, რაც არის ამ ავტომობილში და არა მარტო ამ ავტომობილში, უკვე ახალი წლოვანების ავტომობილებში გვხდება არის ის, რომ სიჩქარეების გადამრთველი ბერკეტი გვხდება აი ამ ზონაზე, რაც ძალიან კომფორტული და მარტივია. ანუ აქ აღარ გიწევს რაღაცების გადართვა, დახედვა და რაღაცები. ყველაფერს აკონტროლებ მარჯვენა ხელით და ძალიან კომფორტულია. აი ეს პანელი სიმართლე რომ გითხრათ, ცუდი არ არის, არც ძალიან კარგი და რაღაც გადასარევი არ არის, იმიტომ რომ რაღაცას პლასტმასებია, მაგრამ ნორმალურია ნამდვილად. აი ეს ლარნახევრიანი ზედაპირები აქაც გვხვდება, როგორც იმ ცელეში შეგვხვდა, აი უბედურება არის. მონიტორი საკმაოდ ლამაზი, პატარა მონიტორია და სტანდარტული რა, არ არის გაწელილი და რაღაცა ვიწრო ან მაღალი და წვრილი, ძალიან ლამაზი ფორმის მონიტორი გვაქვს. აქ სათავსო გვაქვს, სხვათა შორის ძალიან კარგი ფუნქციით, ანუ ჭიქებს როცა ვდგამთ სასმელს, შეგვიძლია სურვილისამებრ გავაციოთ, ან გავაცხელოთ, ეგეც ძალიან დიდი კომფორტია, მინდა გითხრათ. აქაც სათავსოა, ნუ აქაც სტანდარტული, ძალიან პატარა სათავსო რაღა დაგიმალოთ და რა გვხვდება ჭერზე.
სხვათა შორის ერთი ძალიან კარგი ფუნქცია აქვს კიდევ ამას. აი როცა მზეა და გვერდიდან გვირტყავს, შეგვიძლია ასეთი კარგი რამ შევქმნათ ჩვენი თვალებისთვის და მზე აღარ შეგვაწუხებს, რაც მოძრაობის დროს ძალიან კომფორტულია, მით უმეტეს გზა თუ არის მიხვალ-მოხვეული, ეს არის ძალიან მაგარი რამ. ჭერი ძალიან რბილია, ეს სექციაც ძალიან მომწონს, კარგია რაღაცა შუშები არ არის, რომელიც ძალიან ძოლმოდურია და ნუ სათვალის სხვათა შორის ავტომობილი იმდენად დიდია, რომ ესახარემინა არც ისე დიდი აღარ არის. ამ ავტომობილებში გვხვდება პანორამა ჭერები, რომელიც გაყოფილია აი ამ ნაწილით. კონკრეტულად ეს არის ორი პანორამათი, მაგრამ არის სამპანორამიანი ჭერებიც. ნუ ძალიან ლამაზია პანორამები, მე მიყვარს, მივესალმები მსგავს გადაწყვეტილებებს, ანუ მიყვარს ზევოთ ვარსკვლავებს რომ უყურებ, კარგ მშვიდ საღამოს. ნუ აი ტკივილი, მერსედესის ტკივილი. აი ეს ღმერთო რა მახინჯობა არის და რა უშონოა და აქაც რომ დაამატეს, ანუ აქ არ ეყოთ ტიპებს, აქაც ჩასვეს. კიდევ ერთი ძალიან დიდი პლუსი რაც არის ამ ავტომობილში არის ის რომ ნუ სავარძლების გათბობა გვაქვს და ასევე გვაქვს საჭის გათბობა, რომელიც ზამთარში არის უკომფორტულესი, აი ცივი საჭის ტრიალი რომ არ გიწევთ, ძალიან კარგია. ამღელა კი თვლით სიარულის რეჟიმებს, ძალიან მარტივად. შევიხედოთ უკანა ზონაშიც. რა ხდება ახლა აქ, ნუ კარი სტანდარტული, რა თქმა უნდა. ხოლო ერთი ღილაკი გვხვდება ფანჯრის აწევა და დაწევა და მორჩა. ნუ ჯდომა კარგია და ეს საშინელი ხახვის ბადი გვაქვს სამწუხაროდ, ვერ მოიშალეს. გვაქვს ჰარმან-კარდონის აუდიო სისტემა, რაც ძალიან კარგია და მე მიყვარს. აბა ნახოთ შუა ზონაზე ჯდომა როგორია. სხვათა შორის ცუდი არ არის, ანუ ცოტა ჩემი აღნაგობის ადამიანისთვის კომფორტულია, მაგრამ ცოტა უფრო დიდისთვის არაკომფორტული იქნება ნამდვილად. ჩვეულებრივად ხდება ჩამოსაკიდი და ნუ ხელის ბერკეტი. ასევე გვაქვს დამატებით აი ეს ხელის ბერკეტი, რომელიც საზურგეს გვირეგულირებს როგორც გვინდა ისე. ძალიან კარგია. ჩვენიერი. უნდა დავტესტო მესამე სექციაც. აქ გვაქვს ღილაკი, რომლის შედეგადაც ეს ჩადის, წინა სავარძელი მიდის წინ, ეს იკეცება და ხო, რავი. კაია, უბრალოდ გონია რომ ავტობუსში ვზივარ, ისეა დაშორებული საქარემინა ჩემგან, რომ აი მართლა ავტობუსში ზის ადამიანი. უბრალოდ ახლა მინდა დავტესტო როგორია, როცა წინ სავარძელი ამოწევ. სხვათა შორის სივიწროვეა. ანუ რომ თქვა რომ რაღაც კომფორტულია აქ ჯდომა თქო, არა. სივიწროვეა ძალიან. აქ ჯდომას არ ვისურვებდი. სივიწროვე არის, გითხარით რომ ხელის ბერკეტი არ გვაქვს რომ აქ ეს ფანჯარა ჩამოვწევთ, მაგრამ წინ კარზე არის ერთი ღილაკი, რომლითაც ეს ოდნა ვიღება და ნუ ჰაერი მაინც შემოდის რა. ეგ კარგია. და კიდევ ყველაზე ცუდი რაც არის ის რომ უნდა გადავიდეს წინა სექციაში ჯდომი მგზავრი, გადასწიოს ეს სავარძელი და აი ესე ოდესმე გადააღწევ რა. მაგრამ კარგია რომ გადმოსვლა არ გიჭერს ადამიანს. ძალიან კომფორტულია, გადასვლები აქვს საოცრად რბილი. აი რაც არ უნდა დიდ დაბრკოლებაზე მოგიწიოთ გადასვლა, არ იგრძნობა დამიჯერეთ, აი ვიტყვით რომ აი რაღაცა ძალიან პატარა დაბრკოლება იყო და უბრალოდ გადაიარეთ, მორჩა. დაკიდების სისტემა აქვს ბალიშებზე და ეგეც ბუნებრივია რომ მოქმედებს ამ ყველაფრის სირბილეზე და კომფორტულობაზე და იდეალური გადაწყვეტილება იყო. კარგი ის არის რომ როცა უკან სვლით გვიწევს მოძრაობა ძალიან კარგი კამერა და კარგი ხარისხით აჩვენებს ეს მონიტორი ამ ყველაფერს, რაც ძალიან კომფორტულია ვიწრო გზებზე, ძალიან კარგია ეს ყველაფერი. თუ პატარა მანძილზე გიწევთ რომ ავტომობილი მოატრიალოთ, ტანჯვა და წამება არის. ასევე ძალიან დიდი მინუსი არის ის რომ პარკინგზე ნორმალურად ავტომობილს ვერ აყენებ, აი ქალაქში ამისი დაყენება არის კატასტროფა. ანუ ორი მანქანა მინიმუმ არ უნდა იდგეს პარკინგზე რომ შეეტიო და დაეტიო. ამ ხელა ავტომობილით რომ მიარო ყოველდღე ქალაქში პირადად ჩემთვის ძალიან მოსაბეზრებელია. და პლუს თუ ოჯახში სულ ორი პირი ხარ, ჩემი აზრით GLS-ი საერთოდ არ გჭირდება გადასაადგილებლად, ეს უფრო გათვლილი არის, ან მართლა უკან ადამიანი რომ იჯდე და წინ მძღოლი მართავდეს ავტომობილს და სიამოვნებას იღებდე ამ ავტომობილის კომფორტით,
ან კიდევ როცა დიდი ოჯახი გყავს და მუდმივად გიწევს გადაადგილება, მაგ შემთხვევაშიც კი ბატონო უნდა გყავდეს. დანარჩენი ანუ აზრს ვერ ვხვდები, რატომ უნდა დააყენო GLS-ი ერთმა კაცმა და იმოძრაო ყოველდღიურად ამ ავტომობილით. წვა ქალაქში დაახლოებით 13-15 ლიტრია, რაც შეეხება ტრასას, აქ უკვე 10 litrამდეც ჩამოდის, რაც შეეხება საბაზრო ღირებულებას, სადღაც 25-30,000-ის ფარგლებში ყიდულობ ამ ავტომობილს და დამიჯერეთ, ნამდვილად არ არის ცუდი. გასაღები არის Mercedes-ის ტკივილი რა, რომელ წლიანი Mercedes-იც არ უნდა გყავდეთ, აი ეს გასაღები მოყვება ხალხო, აი შეცვალეთ რამე ქერით, ვინმე დახატეთ, დახაზეთ და რამე ნორმალური გასაღები შექმნით და გამოუშვით. ჩვენი ვიდეოც დასასრულს მიუახლოვ და დღეს განვიხილეთ არაჩვეულებრივი ბიზნეს კლასის ავტომობილი GLS 450. გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაგვალაიქოთ, დაგვიწეროთ კომენტარები და გაგვიზიაროთ თქვენი აზრი ამ ვიდეოსთან დაკავშირებით. აბა კარგად.